სალამი მოგესალმებით. ნება მიბოძეთ გაგიზიაროთ რამოდენიმე შთაბეჭდილება. ერთგვარი შეიძლება ითქვას მოგზაურობისა, რომელიც დამთავრდა რამოდენიმე დღის უკან. ეს იყო მოგზაურობა ონტარიოს პროვინციიდან. ალბათ მთლიანად აღმოსავლეთ კანადაში. თუ არ ჩავთვლით ლაბრადორსა და ნიუფაუნდენს. მაგრამ კონკრეტულად ეს ვიდეო არ ეხება ამ მოგზაურობას, უბრალოდ ამ მოგზაურობამ აღმიძრა ესეთი აზრები, ფიქრები, განსაკუთრებით როდესაც მაგალითად მაქვს ნაცხოვრები ავსტრალიაშიც და აქაც რომ მომიწეა ცხოვრებამ, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რა თქმა უნდა ეს ბიბლიაზე დაყრდნობით, რომ მადლობა მას, რომ ყველანაირად ჩვენ აღარა გვაქვს რაღაცა კომპლექსი იმისა, რომ ხარ რაღაცა ემიგრანტი ან სხვა ქვეყანაში დაბადებული, არამედ ხარ სრულფასოვანი მოქალაქე ამ დედამიწისა, სადაც ღმერთმა გაგვაჩინა. და აქედან გამომდინარე იმ ადგილებში, სადაც შენ ცხოვრობ, ბუნებრივია, გაინტერესებს ისტორია, წარმომავლობა და განსაკუთრებით ის ფაქტი, თუ როგორ მოხდა, რომ სადღაც ევროპაში დაბადებულმა ერებმა ესე გააფართოვეს თავიანთი საზღვრები. ეს იყო ჩემთვის სიმართლე გითხრათ ფიქრის ესეთი ბიძგის მომცემი. და იმ პარალელებზე სად არის საქართველო დღეს და რა პრობლემები აქვს, რომ პირიქით უფრო და უფრო პატარავდება. ის მინიშნული ადგილი, სადაც მოხდა დაუშვათ ქართველების განლაგება, განსახლება ალბათ ნოეს კიდობანის შემდეგ, ვერ და ვერ მოხდა ამის უფრო გაფართოება, არამედ უფრო დაპატარავდა. გვერდზე სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვებრძვით და რის გვებრძვის თუ როგორ არის, რუსეთს გადახედეთ რამხელა ტერიტორია და ისევ და ისევ თუ ვისაც წამს ღმერთი, აუცილებლად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ღმერთი არის ის, ვინც აძლევს ადამიანს ინტელექტს, გონებას, საზღვრების გაფართოების საშუალებას, იმიტომ რომ მან თქვა წადით და იბატონეთ ამ დედამიწაზე, ხო? და როდესაც ინგლისელებმაც ეს ირწმუნეს, ხო, ალბათ ყველას აჯობებს აბსოლუტურად ამ სფეროში. აბსოლუტურად მათ განცდაში უკვე მით უმეტეს მათმა ენამ, თუ გინახეთ ეს ფილმი, როგორ დგებოდა ოქსფორდის ლექსიკონი, ძალიან საინტერესო ფილმი არის მელ გიბსონის და შონ პენის მონაწილეობით. იქ თქვენ ბევრ რამეს დაინახავთ, ბევრ რამეზე დაფიქრდებით. თუ ენით მხოლოდ როგორ ხდება დაპყრობა. აი მას წინებზე მე უსმენდი ერთ-ერთ პოდკასტი, არ ვიცი ნახეთ თუ არა ახალი პოდკასტი გაჩნდა, ეს პოლიტიკურ ლიდერები დაჯერდები და ქართულად ხო გელაპარაკებენ და ტვინს გველაყებდნენ. ეხლა ყველა დაჯდა და ინგლისურად იწონებენ, ეხლა განსაკუთრებით ეს ბოკუჩავ, რომელიც უკვე ბოდიში და ნიჩაბზე არის დაბადებული, უნდა თქვა ლაფატკაზე, რომ ყველაზე მეტად აი ძალიან კოხტაპრუწაო და აქაც ჩერგოლეიშვილი და სხვაებიც, აი ვიდაბინ ენის ხანებია ზურგსი ხანენ ინგლისურად, ხო? აი ამანაც დამაფიქრა, რომ ადამიანები ნახეთ თავისინები დაპყრობილები არიან. იმის მაგივრად რომ ჩვენი ენა გააფართოვონ და აწიონ და ჩვენი ენა ელემენტარულად იყოს არასამარცხვინო, არამედ ამითი შექმნა და ელემენტარულად მეურნეობა, კულტურა და ეკონომიკა გააწყო. ამის და მიხედავთ ისინი ცდილობენ უკვე ინგლისური ენით, არ ვიცი ვინ უნდა დაინტერესო, ვის ეჯიბრებენ ერთმანეთს, აწონებენ ალბათ თავს, ესმით და რაღაცებს აი ლაპარაკობენ და იყვებიან ისტორიებს, ეს ძალიან სამარცხვინოა. მაგრამ მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ნახეთ რა გააკეთა ინგლისურმა სამყარომ და ჩვენ უნდა მივაგნოთ, ვინ მიცა ინგლისელ ერს ეს მანდატი. რომ აი ამ ხელა ტერიტორიები, როგორ გინდათ ხალხო, აი 40 მილიონი მოსახლეობა კანადის გააკონტროლ თითქმის რუსეთიზე ცოტათი ნაკლები, ხო? და ამერიკაზე უფრო დიდი ტერიტორია და თავისი შემოსავლებით, თავისი საგადასახო სისტემით, ყველგან გზები, აი მარტო გზები რო გაიყვანოთ, ინფრასტრუქტურა. წარმოგიდგენიათ როგორი ძნელი არის. და როდესაც ეს ფიქრები მიტრიალებდა, აი დღეს წავაწყდი ერთ-ერთ საინტერესო ვიდეოს და იმ ვიდეოს შესახებ მინდა ახლა კანადაზე მე არ იმას გიზავთ, ახლა დაუშვათ ბუნების სილამაზეზე და დაუშვათ მეურნეობაზე და სოფლის მეურნეობაზე და იმაზე ეს პატარა ის იქნება. არა, მე უბრალოდ ყოველთვის ამას
რა გარკვეულწილად შეიძლება გიზიარებდით, ვამბობდი კიდევაც განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომლის წარსულშიც ინგლისელები უნდა ვეწებოთ, ხო, აუცილებლად ინგლისური ენა, ბევრმა ვერ მოახერხა, ახლა ახალი ფილმი გამოდის, ახალგაზრდა ვაშინგტონი, ჯორჯ ვაშინგტონზეა, ხო, და იქ არის ერთ-ერთი დიალოგი, სადაც ფრანკს ელაპარაკება, მე მგონი, ან ფრანგი ელაპარაკება, თავარი ის კი არ არის პირველი ვინ აღმოაჩენს. და ალბათ იცით, ხომ, ესეთი აღმოჩენების ერა რო ერქვა, კომპასის გამოგონებამ გამოიწვია ასევე გემების გაწყობამ, პორტუგალია და ესპანეთი პიონერები იყვნენ. ასევე მე ჰოლანდიაც და თუნდაც საფრანგეთიც, ხო? ასევე რუსეთსაც ყავდა გოლოვინი, მე მგონი, ხო? და წავიდა აღმოჩენები და მიწების დაპყრობა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა ბევრმა. ვერ შეინარჩუნა და იმ ტერიტორიები, ხო იცით, უკვე უფრო და უფრო გააფართოვა ინგლისურმა, ასევე კანადაშიც. დიდი ომების შემდეგ, 7 წლიანი ომის შემდეგ საფრანგეთი დათანხმდნენ, რომ აქ პროვინცია ქონოდა დამოუკიდებელი, ესე ვთქვათ, ფრანგული რაღაცა ელფერით, მაგრამ მაინც ინგლისური სამეფოს დაქვემდებარებაში ყოფილიყვნენ, ხო? ესე რომ აი ამერიკას რაც შეეხება, ხო? ამერიკაც ზუსტად იქიდან მოდის, ბევრი რამე, და ეხლა მე მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ჟურნალისტის, ესეთი პიროვნება, კოლინ ვუდარდის გარკვეული თეორია არის, რომ ამერიკა არის 12 ამერიკული ერისაგან შედგება. ერისაგან. მე ადრეც ვილაპარაკე ამაზე, რომ ძალიან დომინანტი არის ასევე გერმანული წარმოშობის ეთნიკურობა. მაგრამ აი ნახეთ, აი ეს როგორ დაალაგებს ახლა ამ 12 ამერიკულ ერს, ძალიან საინტერესოა. და მე ბოლოს მივალ ჩვენ იმ კონფლიქტამდე, დღე რა კონფლიქტიც ჩვენ სახეზე არის ამერიკაში. ძალიან კომპლექსური ქვეყანა ამერიკა, აი ძალიან კომპლექსური და ეს არ არის მარტო პურიტანების ქვეყანა, არ არის მარტო დაუშვათ კათოლიკეების ქვეყანა და გზადაგზა იცვლებოდა კიდევაც ეს. და აი ამას გაგიზიარეთ მოკლედ, მე თქვენ უფრო დეტალურად შეგიძლიათ ამაში ჩაიხედოთ. ეს ინგლისური ვიდეო იყო და ამიტომ შევეცადე რომ მე ქართველი მისიონერებისთვის გამეზიანებო. ბევრი ქართველი არის. არ ვიცი, დაინტერესებულები არიან ქართველები. ჩვენი ნაცნობებიც, მეგობრებიც, ვინც ცხოვრობენ, ვინც საუბრებს უსმენენ, ხო? აინტერესებთ ესეთი საკითხები? მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც ავარ, მე ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ, ავსტრალიის და კანადის, მე მაინტერესებს, ხომ? რა არის ამათი წარსული, ცნობიერება, მსოფლმხედველობა როგორ იყო თავიდან, როგორ შეიცვალა და როგორ იცვლება ახლა, რა გამოწვევები აქვს, იმიტომ რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ყველანი აქ ავარ და ჩვენ უნდა გარკვეული იყო, აბსოლუტურად გარკვეული იყო, როგორია ცხოვრება ონტარიოში და როგორია მაგალითად ცხოვრება პრინც ედვარდის კუნძულებზე. და არის ცხოვრება ზემოთაც ჩრდილოეთში იუკონი, ყველაზე დიდი პროვინცია. ონტარიო როგორც მოსახლეობით ნომერ პირველია, მაგრამ გეოგრაფიულად მეორე არის ტერიტორიულად, ხო? ასე რომ საინტერესოა, ხო? როგორია ცხოვრება ტორონტოში, ესეთ მეგა იმაში, რომელიც დიდი ტორონტოსი 7 მილიონია, 3 მილიონი ნახევარია თუ 3 მილიონი პატარა ტორონტოს მოსახლეობა, ხო? და სრულიად განსხვავებულია აქ ემიგრანტებთან. სრულიად განსხვავებულია, მაგალითად ცხოვრება თუნდაც ვიქტორიაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, იქაც მომიწია ცხოვრება. მაგრამ გასაოცარია, რომ ეს კანონები როგორ ვრცელდება და როგორ მოახერხა ამერმა კუნძული იყო, ხო, დიდი ბრიტანეთი. როგორი იყო ესეთი მარტო დაპყრობებით, როგორ შეიძლება მარტო იარაღი ახლა ბევრს აქვს. რუსეთმა რატო ვერ დაიპყრო ყველა, ხო? ასევე ჩინეთი, ბევრი რამე აქვს ახლა, ჩინეთს უნარები აქვს, მაგრამ დაიპყრობს. ერთ-ერთი წამყვანი ენა არის, ხო? მსოფლმხედველობა. და ასევე ღმერთი როგორ დართავს ნებას ამა თუ იმ სახელმწიფოს. და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. აი მოდით ახლა მე წაგიკითხავთ, დავალაგე ეს, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტმა უფრო დამეხმარა, რომ ეს ვიდეო, რომელიც იყო გავრცელებული და ამის უკან წიგნია დაწერილი, მოკლედ მომეწოდებინა თქვენთვის, აი რომელ 12 ამერიკულ ერზე საუბრობს ეს პიროვნება ჟურნალისტი. იგი 1968-ია, ჩემ ხელა დაახლოებით, 3 წლით უმცროსია ჩემი, მეინის შტატში. მეინის შტატი იცით, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო შტატია, ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული. აქედან იწყება ამერიკის ისტორიები, ხო? აქეთ ახალი ინგლისი, ნიუ ინგლანდს რო უძახიან, მასაჩუსეტი, აქაც ნახავთ როგორ გაერთიანა პიროვნება. და დღეს ძალიან ლიბერალურია, მაგრამ თავის დროზე პურიტანების მიერ იყო ეს ადგილები ყოველთვის დასახლებული და პურიტანების ისტორიას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით. ვინ იყვნენ პურიტანები? ეს იყო დევნილი ქრისტიანები, რომლებიც იდევნებოდნენ ანგლიკანური ეკლესიის მხრიდან. იცით ხომ, ანგლიკანური ეკლესია თითქმის იგივე კათოლიკური, ოღონდ ნაციონალური გახდა დიდ ბრიტანეთში და ესენი იძულებული იყვნენ წამოსულიყვნენ. ინგლისიდან არიან უფრო ძირითადად, ხო? ამას შემდეგ მოყვნენ მენონიტები, სხვა პროტესტანტები, რომლებიც უკვე იდევნებოდნენ კათოლიკეების მხრიდან.
და საერთოდ კათოლიკური პაპი, ხო, კაი მიუღებელი იყო აქა. თვით ავსტრალიაშიც ირლანდიელები ჩუმად ეთაყვანებოდნენ კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც აკრძალული ქონდა. თვით ავსტრალიაში. კანადაში სხვა სიტუაცია იყო, იმიტომ რომ აქ მაინც უსწრებდა ერთ-ერთი პირველი ემიგრანტები, ვინც აღმოჩინეს კანადა, ესენი ფრანგები იყვნენ. ასე რომ კანადაში ცოტა სხვა სიტუაცია იყო ამ მხრივ. მაგრამ აი მიგეუბნებით ავსტრალიაზე მე რაც ვიცი, ისტორიულად იცით რომ გადასახლებულები პირდაპირ ციხე იყო ეს. სანამდე ოქროს აღმოაჩენდნენ ავსტრალიაში 1851 წელს მოხდა. მე მუშაობდი მაშინ ესეთი მუზეუმში, მონეტის მუზეუმი, სადაც ფული იბეჭდებოდა თავის დროზე სიდნეში და იქიდან მახსოვს ეს ისტორიული ფაქტები და შემდეგ თავისუფალი იმიგრაცია წავიდა. ამერიკა სხვანაირად იყო, იცით ხო, ამერიკის მდგომარეობა და აი ნახეთ კოლინ ვუდარდი როგორ ალაგებს თავიდან 11 ორიგინალ წიგნში 11 იყო ეს ერი და შემდეგ დაემატა ამას და ნახავთ მე-12 ვინ დაემატა დიდი ტბების ერი დაემატა. დიდი ტბები იცით ხომ 5 ტბა გვაქვს ჩვენ კანადას და ამერიკայի ვიყოფთ გარკვეულწილად საზღვრებს ამ ტბებში. შემიძლია ჩამოგითვალოთ ახლა რომ არ იმას აქვს ონტარიო აქედან მოყვება ერი, მიჩიგანი, ჰურონი და ლეიქ საპერიორი. ესე იგი დომინანტი ტბა, ანუ დიდი ტბა დავარ, ყველაზე დიდია ტერიტორიულად ეს ტბა. და ჩვენ აი თქვენი მარტო ონტარიოში მე გუშინ წინ მომიწია, ესე იგი ჰურონზეც წასვლა, ნუ ონტარიოს ტბაზე ხომ ჩვენ ცხოვრობთ, განლაგებულია ტორონტო, მაგრამ მომიწია იქაც ჩრდილოეთში, ონტარიოს ჩრდილოეთში ჰურონთა. ყველაზე სუფთა არის ეს ტბა, ჯორჯიან ბეის უძახიან, ყურე, ჯორჯიან ყურე არის ულამაზესი ადგილია. კოლინვუდი, ლურჯი მთები თუ გაგიგიათ ესეთი ონტარიოში და ასევე მე უახლოვდება მონიტობასთან საზღვარი გვაქვს ხო ჩვენ აქეთ ამ მხარეს დასავლეთში და იქიდან კიდე დიდ ტბასთანაც გავდივართ. ასე რომ ძალიან საინტერესოა ეს განლაგება 5 ტბების და აი ეს ერიც მოათავსა შეიყვანა მათთან განლაგებული ამერიკულ იმებში. თორე ჩვენც მოდი ვთქვათ, როცა ამას თქვენ მოისმენთ, კანადასაც ეს გარკვეულწილად ბევრ ამას ხსნის ისტორიულად, იმიტომ რომ აი რო ვადარებდი ახლა ავსტრალიის ეკონომიკას და მკითხებსაც მისვედა, ჩემი ძმა იყო ჩამოსული ავსტრალიიდან და მეც ვიცხოვრე, კარი 13 წელი ვიცხოვრე და რო ვადარებდი კანადას. აი კანადა რატო უნდა იყოს ესე განსხვავებული ავსტრალიისგან, როცა საქმე დგება ეკონომიკასთან? იცით რატო? იმიტომ რომ ამერიკასთან ვარ ჩვენ მემულები. და ამერიკის ეს კაპიტალიზმი, დომინანტი კაპიტალიზმი, სხვანაირ ცხოვრებას და დიქტატს უკეთებს, იმიტომ რომ აქ რო იყოს ავსტრალიის, ესე თქვათ, მსგავსი ქვეყანა თავისი ეკონომიკით, ხო? ეს ძალიან დიდ ძვრებს გამოიწვევდა ამერიკაში და ყველა დაიძვრებოდა და გადავიდოდა ავსტრალიაში. ვამბობ ის სისტემა რაც არის ავსტრალიაში ეკონომიკური სისტემა ძალიან უფრო ევროპული სოციალური არის და არ არის კაპიტალიზმით დომინანტი. ასე რომ აი მაგაც შეიძლება აიხსნას. აი მოდით ახლა მე წაგიკითხავთ ამას, როგორც გითხარით ეს პიროვნება ლიბერალია თვითონ, ტრამპის ძალიან დიდი მოწინააღმდეგეა, დიდი ხანი მუშაობდა ბევრი გამოცემებისთვის, წარმოიდგინე სოფლის 50-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და 4 წელზე მეტი გაატარა აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის კომუნიზმის დაცემისა და იუგოსლავიის დაშლის პერიოდში. ძალიან საინტერესო პიროვნება ესეთი ხალხი, აი როგორც ავიღოთ ეს პიროვნება რომ არის ხომ ჩვენი ეს ცნობილი ჟურნალისტი რომელიც წამოვიდა CNN-დან უცებ დამავიწყდა მისი სახელი და გვანმა ის უფრო რესპუბლიკელი და ის უფრო დემოკრატი არის ხომ ასე რომ ასეთი პიროვნების მოსმენაც მე ძალიან სიამოვნებს ხო ასე ფინალში გავიდა პილცარ პრაიზის ფინალში ჯორჯ ფოლკ ოვარდში 2012 წელს და ყველაზე ცნობილი ეს წიგნი არის 2011 წელს დაწერილი ამერიკელი ერები ისტორია 11 ერის ისტორია რეგიონალური კულტურები ჩრდილო ამერიკაში აი ესეთი ის არის როცა ლაპარაკია ჩრდილო ამერიკაში ჩვენ ვიგულისხმებთ კანადა და ამერიკა მექსიკაც შეიძლება შეტანილი იყოს ორ ამაში მაგრამ ძირითადად იგულისხმება როცა ჩრდილო ამერიკაზე ამბობენ აი ჩვენი ერები ასე რომ საინტერესოა ამ წიგნში ის ამტკიცებს რომ აშშ უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ ერთიანი პოლიტიკური და კულტურული საზოგადოება არ არის მისი აზრით ამერიკაში ისროლე ჩამოყალიბდა 11 განსხვავებული რეგიონალური კულტურა რომელსაც აქვს განსხვავებული წარმოშობა, რელიგიური ტრადიციები, თავისუფლების განსხვავებული გაგება, დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებული, სოციალური და ეკონომიკური კულტურა სხვადასხვანაირი.
და სწორედ ეს იდეა გახდა საფუძველი 12 ამერიკული ერისთემისა, გასოთ რომელზეც ესე იგი მეკითხარით, რომ დაემატა, ერთი კიდევ დაამატა ორიგინალს და ეხლა 12 ერად მოიხსენიება. პირველი, ესე იგი, დაზუსტების თვალსაზრისით, ესე იგი, ტომებს კი არ უწოდებს, არამედ ერებს უწოდებს, ნაციებს, ესეც საინტერესოა და პირველად მოიხსენება იანკ დომი. იანკები გაგიგიათ ხომ? და სად არის ეს იანკდომი პირველი? მეინი, სადაც ეს პიროვნება დაიბადა, ნიუ ჰემპშირი, ვერმონტი, მასაჩუსეტსი, როდ აილენდი, კონექტიკუტი, ნიუ-იორკის ჩრდილოეთი ნაწილი და ასევე მისი გავლენა აკრძალდა ჩრდილოეთის შუა დასავლეთზეც. ხედავთ? ძალიან საინტერესოა, ხო? ნახეთ, ყველაზე პატარა შტატებია თუ შეატყობთ და ძალიან, ესე თქვათ, აკადემიურად და იდეოლოგიურად, ხო, თითქმის ლიდერები არიან ესენი, რო იცოდეთ. აი ეს ვინ ჩამოთვალე მე ახლა ესენი. მათი წინაპრები ძირითადად ინგლისელი პურიტანები, რომლებიც მე-17 საუკუნეში გადმოვიდნენ ამერიკაში, ასოთ 1603 წელი, ხო, მეიფლაუარი მე მგონი. მათ ჯეროდათ, რომ საზოგადოება უნდა ყოფილიყო მორალურად დაორგანიზებული და ადამიანებს ერთად უნდა ემუშაოდა საზოგადოების გამოჩვენებისათვის. რელიგია, თავდაპირველად, პურიტანული კონგრეციონალისტური პროტესტანტიზმი. ესმით, კონგრეციონალისტური პროტესტანტიზმი. შემდგომში ვითარდება ეს, ხდება ლიბერალური პროტესტანტიზმი და დღეს იცით ეპისკოპალიანი ეკლესია, ეს არის გარკვეულწილად ანგლიკანურის გაგრძელება. მთელი პრეზიდენტები თუ ჩახვალთ ვაშინგტონში დიდი საკათედრო აქვს, ეს არის ძალიან ლიბერალური. მსგავსი არის იუნაიტედ ეკლესია კანადაში. მერე მოდის უნიტარიანიზმი და სეკულარიზმი. ნახეთ როგორ განვითარდა ესენი. დღეს ახალი ინგლისის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სეკულარული რეგიონია. ნიუ ინგლანდს რო უძახიან, ხომ? ხასიათი უდარდის მიხედვით იანკდომისთვის დამახასიათებელია განათლების მაღალი დაფასება, ორგანიზებულება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მორალიზმი, რეფორმების სურვილი, რწმენა, რომ მთავრობა შეუძლია საზოგადოების გაუმჯობესება. ხედავთ? პოლიტიკა ძალიან ძლიერი დემოკრატიული რეგიონია ეს პოლიტიკაში. ეს არის ამერიკული პროგრესივიზმის ერთ-ერთი ისტორიული საფუძველი. მეორე, ნიუ ნიდერლანდი, ესე იგი ახალი ნიდერლანდები, ხო? ახალი ჰოლანდია არა, ნიდერლანდები. სად არის ეს ადგილობრივად? ნიუ-იორკი, ჰადსონის ველი და ნიუ-ჯერსის ნაწილი. წინაპრები ჰოლანდიელები, რომლებმაც მე-17 საუკუნეში შექმნეს კოლონია ნიუ-ნიდერლანდი, ახალი ნიდერლანდი. მისი ცენტრი იყო ნიუ-ამსტერდამი, დღევანდელი ნიუ-იორკი. ჰოლანდიურ კულტურაში მნიშვნელოვანი იყო ვაჭრობა და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების თანაარსებობა. რელიგია ისტორიულად ჰოლანდიური რეფორმირებული ეკლესია, აი პრესვიტარიანები რო გითხარით მე და რობერტ სპროული, ხომ? აი ეს იქიდან მოდის ჰოლანდიური რეფორმაციული სკოლიდან. იუდაიზმი, მიაქცეთ ყურადღება, კათოლიციზმი, ლუთერანობა ძირითადად გერმანულენოვანი და სკანდინავის ქვეყნების არის, მარტინ ლუთერიდან რო წავიდა და ეს ჩამოყალიბდა და სხვა კონფესიები. ხასიათი უდარდის მიხედვით კომერციული, პრაქტიკული, მრავალკულტურული, ინდივიდუალისტური, განსხვავების მიმართ უფრო ტოლერანტული. ნიუ-იორკი ამ კულტურის თანამედროვე სიმბოლოა. პოლიტიკა ძალიან ძლიერად დემოკრატიული. მაგრამ მისი დემოკრატიზმი ხშირად მოდის კოსმოპოლიტიზმიდან და ქალაქური კულტურიდან, განსხვავებით იანკინდომის მორალური რეფორმისაგან. მიაქცეთ ყურადღება რა განსხვავებაა, ესე იგი, პირველსა და მეორეს შორის? ნახეთ, იქ მორალი მოთხოვნა არის ზნეობის, აქ უკვე ნაკლებია, იმიტომ რომ უფრო აღრეულია თუ ატყობთ. ესე იგი, ეთნიკურად აღრეულია და რელიგიურადაც აღრეულია. და ერთ-ერთი ლიბერალური მე თუ მკითხავთ, ხო? ამ იმაში არის ებრაელები. ათეისტი ებრაელების დამსახურება ეგეც. და შემდეგ რა თქმა უნდა კათოლიკები მოდიან ირლანდიელები და იტალიელები, რომლებიც უფრო კიდევ ლიბერალური არიან ამ საკითხებში. ახლა მესამე მიდლენდი, ესე იგი შუა ნაწილი ამერიკის მიდლენდები, სად? ძირითადად ეს არის პენსილვანია, ნიუ-ჯერსის ნაწილი, იმიტომ ნიუ-ჯერსი კაი დიდი შტატი არის, რო იცოდეთ, ქვევით ჩადის ატლანტიკის სიტიმდე, გრძელი შტატია. დელავერი და შემდეგ მისი კულტურა გავრცელდა შუა დასავლეთის ნაწილშიც. წინაპრები ვინ იყვნენ? ძალიან შერეული მოსახლეობა, გერმანელები, ინგლისელი, პენსილვანი გერმანული არის, მენონიტები და ამიშები მარიან ცხოვრობენ. გერმანელები, ინგლისელები, შოტლანდიელები, ჰოლანდიელები და სხვა ევროპელები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქვეკერები, იცით ხო, ქვაკერები გავლენა პენსილვანიაში.
რელიგია ქვაკერები, გერმანელი ლუთერანები, მენონიტები, ამიშები, რეფორმირებული ეკლესიები. აქედან არის პენსილვანია და რობერტ სპროულიც რო იცოდეთ წამოსული. ხო და მე ჩავიდა ფლორიდაში და გადავიდნენ იქით. ხასიათი ზომიერება, პრაქტიკულობა, ტოლერანტობა, კომპრომისისკენ მიდრეკილება, ექსტრემიზმისადმი სკეპტიციზმი და იდეა დაახლოებით ასეთია: იცხოვრე და სხვასაც აცხოვრე. პოლიტიკა ეს არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მერყევი პოლიტიკური რეგიონი. იცით ხო, swing states რო ამბობენ, swing, ესე იგი ცვალებადი. ზოგჯერ რესპუბლიკელები იგებენ, ზოგჯერ დემოკრატები. ესე იგი არის შტატები, ესე იგი ტრადიციულად დემოკრატიული, ტრადიციულად ის ამაშთი იცვლება ხოლმე. და ამიტომაც ამაზე არის ყოველთვის ბრძოლა ესეთ რეგიონებზე და შტატებზე, რომლებიც ცვალებადია, იცით ხო, swing states რო უძახიან. swing-ი ეს ცვლას ნიშნავს, ხო? პოლიტიკური რეგიონი პენსილვანია მაგალითად ხშირად გადამწყვეტი ხდება საპრეზიდენტო არჩევნებში. მეოთხე Tidewater. სად არის ეს Tidewater? ესე იგი ჩესაპიკის ყურის რეგიონი, აღმოსავლეთ ვირჯინია, მერილენდი, დელავერის ნაწილი, ჩრდილოეთ ქეროლაინის ნაწილი. და თითქმის ვაშინგტონიც აქ შედის, ხო, დედაქალაქიც. წინაპრები ვინ იყვნენ? ძირითადად ინგლისელი კოლონისტები, მათ შორის შეძლებული მიწათმფლობელები და არისტოკრატიული ელიტა. აქ ჩამოყალიბდა პლანტაციური საზოგადოება, ამ კულტურიდან გამოვიდნენ ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი. ესეც რო გითხარით. რელიგია ისტორიულად ანგლიკანიზმი, ეპისკოპალური ეკლესია. როგორც გითხარით, ანგლიკანიზმის ამერიკული ვარიანტია ეპისკოპალური ეკლესია. ხასიათი პირადი ღირსება, სტატუსი, იერარქია, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ლიდერობის ტრადიცია, პატერნალიზმი. პატერნი, ესე იგი, პატრიარქულის, ესე ვთქვათ, ეს იერარქიული, ხო? პოლიტიკა ისტორიულად საკმაოდ კონსერვატორული იყო. დღეს კი რეგიონი უფრო შერეულია. მაგალითად, ვირჯინიის ურბანული რეგიონები ბოლო 10 წლებში მნიშვნელოვნად დემოკრატიული გახდა. მეხუთე დიდი აპალაჩია. აპალაჩის მთები თუ გაგიგიათ, აი ესენია Great აპალაჩია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია ტრამპიზმის გასაგებად. აი ტრამპი რო გავიგოთ, ტრამპის მომხრეები ვინ არიან? სად არის ეს? დასავლეთ ვირჯინია, კენტაკის შტატი, იცით ხო? ტენესია, აპალაჩის დიდი ნაწილი, ჩრდილოეთ ქეროლაინის ნაწილი, ოზარკებზე ფილმიც ალბათ გინახიათ, ეგ სერიალია ძალიან საინტერესო ოზარკები, ოკლაჰომის ნაწილი, ტეხასის ზოგიერთი ნაწილი. წინაპრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყვნენ შოტლანდიურ-ირლანდიელი სკოტ-აირიშ კოლონისტები. ასევე შოტლანდიელები, ჩრდილოეთ ინგლისელები, სხვა ბრიტანელი სასაზღვრო რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობა. ეს იყო ისეთი საზოგადოება, სადაც ოჯახი, კლანი, ერთგულება, საკუთარი თავის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი იარაღის ტარების უფლებები და ესენი იცით ხო ამერიკაში ეს რო არის მაგათი ცნობილი მეორე ჩასწორება ხო იმაში კონსტიტუციაში. რელიგია ძირითადად ევანგელისტური პროტესტანტიზმი, განსაკუთრებით ბაპტისტები, პენტაკოსტელები, რევაივალისტური ქრისტიანობა. რევაივალს რო ეძახიან, ესე იგი აღორძინება, ხო? ხასიათი უდარდის მიხედვით ძლიერი ინდივიდუალიზმი, ოჯახისადმი ერთგულება, თავისუფლების სიყვარული, ელიტებისადმი უნდობლობა, ელიტები ესე იგი ცენტრისადმი, ესე იგი ეს ხალხი და ეს რეგიონი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ჩრდილოერი, რომ ნახეთ ჩვენ პირველი იანკებს და იმებს. იცით და ესენი სამხრეთ ომშიც, სამოქალაქო ომში ჩართულები იყვნენ, სამხრეთის ნაწილში იყვნენ. მთავრობისადმი ეჭვი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრამპმა, რომ შემოიტანა პოპულისტი ტრამპმა მოაჯდა ამ ტალღას, ხომ? იცით, პირადი ღირსების კულტურა, ზატყოფნა დაიცვა საკუთარი საზოგადოება. მენტალიტეტი დაახლოებით ასეთია, არავინ მითხრას როგორ ვიცხოვრო. ხედავთ? აი მე კენტაკიში რო ვიყავი, სანადირო მაღაზიაში შევედი, რაღაცა ეს მინდოდა ავტომატიური დანა ამთხოვეს რომ იმას მექნა მეყიდა და იქ რომ ნახე ხალხი, აი როგორი ხალხი იყო, მონადირეები, დედაქალაქიც არის ცხენების დედაქალაქი ხო? ლუისვილი, მაგათი დედაქალაქი და ბორბონი, ეს ვისკი, სიმინძე დამზადებული ვისკს ამზადებენ. აი ძალიან ისეთი წვერები, რედნეკიანები და ძალიან პიროვნები, რომლებიც განათლებასთან ალბათ ძალიან წყნარად არიან, ძალიან წყნარად. აი რო იცოდეთ ესეთი საზოგადოება, აი უშუალოდ მე რომ ნახე მეთქი ეს საზოგადოება, ძალიან პრიმიტიული და ალბათ მათ მართვას და манипуляციას ძალიან ადვილად შეძლებდა პიროვნება ამ სლოგანებით. გესმით? არავინ მითხრას როგორ ვიცხოვრო. პოლიტიკა დღეს ძალიან ძლიერი რესპუბლიკური რეგიონია და სწორედ აქ მივდივარ ჩვენ ტრამპთან. ნახეთ ეს ხელოვნური ინტელექტი გვეუბნება ამას.
ღრმა სამხრეთი deep south რო უძახიან ღრმა სამხრეთი ნაწილი რომლებიც ომში იყვნენ ხო იცით ეს მონების ამბავი იცით ამბავი და აქ არის მისისიპი ძირითადად ალაბამა ჯორჯია ლუიზიანა სამხრეთ კეროლაინა არკანზასის ნაწილი ტეხასის ნაწილი და არკანზასი და წარმოვიდგინეთ კლინტონები არიან წამოსულები ესეც ცოტა სასაცილოა ხო ტრადიციულად დემოკრატიული პარტია ძალიან ქრისტიანული იყო და ნახეთ დღეს რა დღეში არიან ხო აი რო ვიცოდეთ აი ცვალებადობა როგორ იყო და როგორ მოხდა ეს ამიტომ ძალიან საინტერესოა ის ფილმების წერლების წიგნები რომ კარგად ვიცოდეთ ვინ არის ლიდერი სახელმწიფო და როგორი კომპლექსური ქვეყანა არის ეს რომ ერთ შტატში სიკვდილით დაჟა მეორეში არა ერთჯერ აბორტების გამო შეიძლება ექიმი მოკლან მეორედგან კიდე პრაიდის პარადები ტარდება აი წარმოვიდგინეთ როგორ ერთ ქვეყანაში ამათი წინაპრები ვინ იყვნენ? ძირითადად ინგლისელები, შოტლანდიელები, შოტლანდიურ-ირლანდიელები. მაგრამ სამხრეთის კულტურას გაგება შეუძლებელია აფრიკელი მონების და მათი შთამომავლების უზარმაზარი გავლენის გარეშე. რელიგია ძირითადად ევანგელისტური პროტესტანტიზმი, განსაკუთრებით ბაპტისტები და მეთოდისტები. დღესაც Deep South ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური რეგიონია. ხასიათი რელიგიურობა, ოჯახი, ტრადიცია, პირადი თავისუფლება, ღირსების კულტურა, ადგილობრივი საზოგადოებისა და ერთგულება, ცენტრალური მთავრობის მიმართ ეჭვი. აი კუკლუქს კლანი მაგალითად აქ დაიბადა კუკლუქს კლანის ეს იდეა პოლიტიკა ძალიან ძლიერი რესპუბლიკური რეგიონია მაგრამ აქ ძალიან საინტერესო ისტორია სამხრეთი ყოველთვის რესპუბლიკური არ ყოფილა სამოქალაქო უფლებების მოძრაობამდე სამხრეთი იყო აი რა მე რაც გითხარით სამხრეთი იყო დემოკრატიული პარტიის მთავარი საყრდენი წარმოვიდგენიათ მე-20 საუკუნეში მოხდა პოლიტიკური რეალიტმენტი ესე იგი რეალაინმენტი ესე იგი შემოbrunება გესმით სამხრეთი თანდათან გადავიდა რესპუბლიკურ პარტიასთან. იმიტომ რომ უკვე დემოკრატებმა დაკარგეს, იმიტომ დემოკრატებში შევიდნენ ძალიან ბევრი იცოდეთ ებრაელები, ათეისტი ებრაელები, იტალიელები, ირლანდიელები, კათოლიკეები და ბუნებრივია ეს გამოიწვევდა უკვე მათ უკმაყოფილებას სამხრეთში. და არც ცნობენ არანაირად არ უნდათ არც მეფე და არც რომის პაპი. New France, აი New France ესეც არ შეიძლება, ეს თალკე რეგიონად მეშვიდე არის. სად არის ეს? სამხრეთ ლუიზიანა, განსაკუთრებით New Orleans რეგიონი, თუ კვებეკში გავლენა ფრანგების ჩვენა გვაქვს, New France-ში ფრანგული გავლენა მათ აქვთ. ფრანგი კოლონისტები იყვნენ, აკადაილები და კაჯუნები. აკადიურის თუ გაიგიათ, ესეთი იყო ესენი მოსახლეობა ფრანგული გავლენით. ეს კულტურა ინგლისური კოლონიებისგან სრულიად განსხვავებულად განვითარდა, რელიგია ისტორიულად რომაული კათოლიციზმია. ხასიათი ოჯახი, საზოგადოებრივი ცხოვრება, ფრანგული კულტურა, კათოლიკური ტრადიციები, საკვები, მუსიკა და დღესასწაულები, ადგილობრივი ავტონომიის სიყვარული. ნიუ-ორლეანი ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია, იცით ხო, მანდაც იმართება ეს ცნობილი პარადები ნიუ-ორლეანში. უფრო ესე ვთქვათ არა ჰომოსექსუალისტური, არამედ ესეთი უფრო კლასიკური შეიძლება ითქვას უფრო სექსუალური ხასიათის მატარებელი აი როგორც მაგალითად ბრაზილიაში იმართება ხოლმე ესეთი პარადები, ცნობილია ნიუ-ორლეანშიც ესეთი პარადების. ასევე ჯაზის იმად ითვლება ნიუ-ორლეანი და კიდევ სხვადასხვა დაუშვათ ესეთი ცენტრად. პოლიტიკა ისტორიულად დემოკრატიული, მაგრამ თანამედროვე ლუიზიანა მნიშვნელოვნად გადაიხარა რესპუბლიკური პარტიისაკენ. ეს გვაჩვენებს, რომ კულტურული რეგიონი და პოლიტიკური პარტია ერთი და იგივე არ არის. მერვე ელ ნორტე ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ერია, სად? მექსიკის სასაზღვრო კულტურული სივრცე. ეს ძალიან იზრდება ახლა. ძალიან იზრდება სამხრეთ ამერიკული გავლენა რა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც შეეტყო ეს, არა მარტო მექსიკური, მთლიანად სამხრეთ ამერიკული გავლენა, იცით, ემიგრანტები უფრო იზრდებიან, კუბელები და ასე შემდეგ. სად არის ეს? სამხრეთი ტეხასი, ნიუ-მექსიკო, არიზონა, კალიფორნიის სამხრეთი ნაწილი, ჩრდილოეთ მექსიკის დიდი ნაწილი. აი ეს ლათინო გავლენა, ელ ნორტე. სიამოვნებაში ელ ნორტე, ჩრდილო, ესე იგი მექსიკა რა, ალბათ ხო, ესე შეიძლება. ელ ნორტი ჩრდილოეთი ამერიკის სასაზღვრო კვეთს. წინაპრები ესპანელი და მექსიკელი მოსახლეობა, რომელიც ტერიტორიაზე ცხოვრობდა მანამდე, სანამ ეს მიწები აშშ-ის ნაწილი გახდებოდა. ამიტომ ამ კულტურის ისტორია ამერიკულ საზღვარზე ძველია. რელიგია ისტორიულად კათოლიციზმი, მექსიკური და ადგილობრივი ძირძველი ტრადიციების გავლენით ხასიათი ოჯახი, დამოუკიდებლობა, მეწარმეობა, სასაზღვრო კულტურა
ძლიერი რეგიონული იდენტობა, მექსიკურ-ესპანური ტრადიციები. პოლიტიკა ძალიან საინტერესოა, ეს არის დემოკრატიული და არის რესპუბლიკური რეგიონები. მაგალითად, სამხრეთ ტეხასი ისტორიულად დემოკრატიული იყო, მაგრამ ბოლო წლებში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა გაიზარდა. ამიტომ ლათინო ამერიკელ ამორჩეულთა ნაწილი ტრამპისაკენ გადასვლა ამ რეგიონის მაგალითზე განსაკუთრებით საინტერესოა. ასევე მეცხრე მარცხენა სანაპირო, left coast, სად? წყნარი ოკეანის სანაპირო, კალიფორნიის სანაპირო, ორეგონი, ვაშინგტონი. ესეც ლიბერალური შტატებია, კალამიცევი მაგალითად იქ აქვს კალამიცევს და ჯონ მაკარტურის ციცით იქ არის ამ რეგიონს ეკუთვნის, ხო? ვაშინგტონის მოინახულე კიდევაც ვეწვიემეც სტუმრად ვიყავი, იქ არის დაუშვათ კალამიცევის ეკლესია ვაშინგტონის შტატში და ორეგონის საზღვარზე არის. ვანკუვერი ქვია იქაც, ხო? წინაპრები ახალი ინგლისიდან ჩამოსული მოსახლეობა, შუა დასავლეთიდან ჩამოსულები, აზიელი იმიგრანტები ძალიან ბევრია, ხო იცით, იქ სამხრეთ კორეელები და იაპონელებიც. ევროპელები მოგვიანებით 60-70 წლებში კონტრკულტურის წარმომადგენლები, რელიგია. დღეს ერთ-ერთი ყველაზე სეკულარული რეგიონი, ხასიათი ინდივიდუალიზმი, ინოვაცია, იცით ხო ეს სილიკონ ვალი და ასე შემდეგ და პორნო ვალიც არის, ხო, პორნოგრაფიის ისიც არის და ჰოლივუდი თავისთავად. გარემოს დაცვა, სოციალური ექსპერიმენტები, ტოლერანტობა, განათლება, ტექნოლოგია. პოლიტიკა ძალიან ძლიერი დემოკრატიული რეგიონი, როგორც ნიუ-იორკი, აქეთ ხარეს, ასევე აქეთ ხარეს კალიფორნია, ყველაზე დიდი ქალაქები და შტატები, დიდი შტატია, ხო, მოსახლეობით ტეხასაც ჯობნის, ტერიტორიული ტეხასია, მე მგონი დიდი, მაგრამ მოსახლეობით ყველაზე დიდი კალიფორნია, 38 მილიონია თუ არ მეშლება, კანადის ხელა მოსახლეობა აქვს. და მთლიანად ტრადიციულად დემოკრატები იმარჯვებენ. აქ არის სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, სიეტლი, სილიკონის ვალი. მეათე შორეული დასავლეთი, the far west. სად არის ეს? მონტანა, ვოიმინგი. ძალიან საინტერესო ისინია, ეს პატარა მოსახლეობით პატარა შტატები არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ტერიტორიულად ძალიან დიდი. აქ არის პურის წარმოება, პრერიებს რო უძახიან, ხომ? ვაიომინგი, ჰაიდაჰო, იუტა, ნევადა, კოლორადო, არიზონის ნაწილი, აღმოსავლეთ ორეგონი, აღმოსავლეთ ვაშინგტონი. წინაპრები, აქ დიდი როლი ითამაშეს პიონერებმა, აი პიონერები რო იყვნენ პირველი მოსახლეობა, რომელიც გადავიდნენ, მერე მაღაროელები, ფერმერებმა, რანჩერებმა, ომსტედერებმა, ესე იგი სახლში დარჩენლებმა, შუა დასავლეთიდან სამხრეთიდან ჩამოსულებმა. რელიგია ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ იუტაში მორმონების ჩარჩი, იცით ხომ? Church of Jesus Christ Latter-day Saints, ბოლო ესე თქვა წმინდანების ეკლესია და ვითომ იესო ქრისტე ჩაანაცვლის, არის მორმონები არიან. გავლენა ძალიან განსაკუთრებულია იუტაში, ხო იცით არა? მან ოლიმპიადაც ჩატარდა, ხო, მათ ქალაქში. ძლიერი ინდივიდუალიზმი, ხასიათი, ფედერალური მთავრობისადმი უნდობლობა, იარაღის კულტურა, ფრონტირის ტრადიცია, ფრონტირი ესე იგი წინა ფრონტზე ტრადიცია, მეწარმეობა, თვითკმარობა. პოლიტიკა ზოგადად რესპუბლიკური. გამონაკლისებია ზოგიერთი დიდი ქალაქი, მაგალითად კოლორადოს ურბანული რაიონები, იქ ლიბერალებიც ძალიან ბევრი არიან, ხო, კოლორადოში ასპენი გაგიგიათ დასასვენებელი ადგილია, ხო, როგორც ჩვენთან შეიძლება ბაკურიანი. მე-11 First Nation, ესე იგი ძირძველი ამერიკა, ანუ ინდიელები. ეს ყველაზე განსხვავებული კატეგორია და ვინ არიან? ამერიკის კონტინენტის ძირძველი ხალხები, რომელთა ცივილიზაციები ევროპელების მოსვლამდე ათასობით წლის განმავლობაში არსებობდა. აქ რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა ხალხისათვის ერთი კულტურის ან ხასიათის მიწერა, ასობით განსხვავებული, ესე იგი აბორიგინელი და ინდიელები არიან, იცით. რელიგია ძალიან მრავალფეროვანია, ტრადიციული ძირძველი რელიგიები, ქრისტიანობაც არის ზოგან და შერეული ტრადიციები. თავარი პოლიტიკური იდეა, ერთ-ერთი საერთო თემა არის სუვერენიტეტი და თვითგამორკვევა. პოლიტიკა ძირძველი ამორჩევლები ერთიანი პოლიტიკური ბლოკი არ არიან, თუმცა ბევრი საზოგადოება დემოკრატიული პარტიისაგან იხლება. ხოლო რომელი არის ტრამპიზმის ბირთვი? თუ მხოლოდ ერთს დავასახელოთ, გრეითა აპალაჩია, დიდი აპალაჩია, ეს არის ალბათ ყველაზე ახლოს ტრამპიზმის კულტურულ საფუძვლებთან. მაგრამ ტრამპიზმი მხოლოდ აპალაჩია არ არის, ის რამდენიმე რეგიონის კოალიციაა. გრეითა აპალაჩია, დიდი აპალაჩია, ესე თქვათ, ძალიან ესეთი ხალხია, რომ მათ შეიძლება დავახასიათოთ დამანებით თავი. ელიტისადმი უნდობლობა, პირადი თავისუფლება, ტრადიციული ღირებულებები. Deep South-ი ასევე ტრამპის ხარდამჭერები, ევანგელისტური ქრისტიანობა, სოციალური კონსერვატორიზმი, ადგილობრივი ძალაუფლების დაცვა. Far West-ი იარაღის უფლება, ფედერალური მთავრობისადმი უნდობლობა, ინდივიდუალიზმი.
და თაიდუოთა ნაწილი ტრადიციული სოციალური წესრიგი, იერარქია, კონსერვატორიზმი და ელ ნორტეს მექსიკელებიც სამუშაო კლასის ეკონომიკური პრობლემები, იმიგრაციის საკითხები, კულტურული კონსერვატორიზმი. და არის ყველაზე საინტერესო პარადოქსი. დონალდ ტრამპი თვითონ აპალაჩიელი არ არის. ის არის ნიუ-იორკის, მეც როგორ გითხარით, მეც არ მქონდა წაკითხული, ეხლა რაც მომაწოდა ხელოვნური ინტელექტთან გეუნებით, მაგრამ მეც ზუსტად ამაზე დავფიქრდი, ხო? როგორი манипуляცია გააკეთა, ესე იგი ტრამპა, რომ აი ამ ტალღას შემოაჩდა. ის არის ნიუ-იორკის, ნიუ-ნიდერლანდის, ახალი, ესე ვთქვათ, ამსტერდამის კულტურის სამყაროს წარმომადგენელი, იცით ხო, თავისი წარმომავლობიდან ყველანაირად. მისთვის დამახასიათებელია ქალაქური ცხოვრება, ბიზნესი, ფული, მედია, ცნობილი სახების კულტურა, ნიუ-იორკული ინდივიდუალიზმი და ამ დროს ის ევანგელისტურ ქრისტიანებს იყენებს, ხო? და ლოცულობენ მასთვის რა. მაგრამ ის გახდა ამ ადამიანის პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც ხშირად სწორედ ნიუ-იორკის ელიტებს ეჭვით უყურებდნენ. ეს ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარადოქსია. ნიუ-იორკელი მილიარდელი გახდა ამ ამერიკელების ლიდერი, რომლებიც ხშირად ნიუ-იორკის ელიტების წინააღმდეგ არიან განწყობილი. საბოლოოდ ვუდვარდის მოდელი ასე შეიძლება დავინახოთ: პროგრესული ამერიკა, იანკინგდომი, ნიუ-ნიდერლანდი და ლეფტ კოსტი. უფრო მეტად, ძლიერი სახელმწიფო, სოციალური პროგრამები, სეკულარიზმი, მრავალკულტურულიზმი, გარემოს დაცვა, სოციალური ცვლილებები. ესე იგი, აქ შეერთებულია ლეფტ კოსტიც, ლოს-ანჯელესი და ისინი ერთ იდეაზე ზიან, ხო? კონსერვატორული პოპულისტური ამერიკა, გრეით აპალაჩია, დიპ საუთი და ფარ ვესტი. უფრო მეტად, ინდივიდუალური თავისუფლება, რელიგია, ოჯახი, იარაღის უფლება, ტრადიცია, ეროვნული სუვერენიტეტი, ვაშინგტონისადმი უნდობლობა. და გადამწყვეტი შუა, მიდლენდს, თაიდუოთა, ელ ნორტე. ეს რეგიონი ხშირად ხდებიან ის ადგილი, სადაც არჩევნები წყდება, ანუ swing states რო ოძახიან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვა. ვუდვარდის აზრით, ამერიკის დღევანდელი დაპირისპირება უბრალოდ დემოკრატი versus რეპუბლიკენი არ არის. ესე ნუ შევხედავთ მარტო, რომ დემოკრატები რესპუბლიკელებს უპირისპირდებიან. ეს უფრო ღრმა დაპირისპირებაა. როგორ უნდა იყოს ამერიკა? ერთხარის არის წარმოუდგენელი, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა შექმნას უფრო სამართლიანი საზოგადოება, მეორე ხარის კი წარმოუდგენელი, რომ ადამიანი და ადგილობრივი საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი ფედერალური მთავრობის ჩარევისაგან. და სწორედ ამ ისტორიულ დაპირისპირებას იყენებს ვუდვარდი იმის სასახსნელად, თუ რატომ გახდა ტრამპიზმის შესაძლებელი და რატომ არის ამერიკის პოლიტიკური გაყოფა გაცილებით ძველი, ვიდრე თავად დონალდ ტრამპი. და ჩვენ ხო ვიცით ბიბლიიდან აუცილებლად ამერიკასაც ის ბედი ელოდება, რაც დაემართა თავის ძროზე კანადას, ავსტრალიას და ევროპასაც. ანუ აი ეს პირველი, როგორც გითხარით, ლიბერალური ღირებულებები და დიდი მთავრობა და მთავრობის ჩარევა და ნიველირება. არ შეიძლება ესე იყოს განსხვავება ამ შტატებს შორის და დიდხანს შენარჩუნდეს ესე. და ბევრი ლაპარაკობს, რომ სამოქალაქო შეიძლება დაპირისპირებას მოხდესო. რაც შეეხება მე-12-ს, რატომღაც აქ ჩვენ ვერ მივიღეთ და ეხლა ნახაობა შემოგთავაზოთ მე-12. აბა ნახოთ თუ მოგცემს საშუალებას. დიახ, მე-12 რეგიონსაც აგერ გვაძლევს ჩვენ ხო, მე-12-ში ესე იგი ჰავაის კუნძულები კიდევ და პუერტო-რიკო, ესენი არის კიდევ შესული, ხომ? გაფართოებული 12 ვერსიაში. აი ასე არის, რომ იქ არის დამატებული პუერტო-რიკო და ესე. ეს განსაკუთრებით საინტერესოა თქვენთვის, რადგან ტორონტო, ონტარიოს ამ რუკაზე ძალიან საინტერესო ადგილს იკავებს. ნახეთ, ვუდვარდი თავით პირველ რუკაში სამხრეთ ონტარიოს ნაწილი და მიდლენდს კულტურულ ზონასთან არის დაკავშირებული. ნახეთ, ესეც მე რო გითხარით, რომ ჩვენი რეგიონიც ჩვენც ხვდებით აი იმ ზემორე ხსენებულ რეგიონში, ასე რომ ძალიან საინტერესოა და მე გირჩევთ თუ მეტად გაინტერესებთ კიდე განსაკუთრებით ვინც ცხოვრობს ხო ამერიკაში, რომ იცოდეს სად როგორ უხდება ცხოვრება, თვითონ რომელიც ჩვენ ვიცით რომ ქართველების უმეტეს ნაწილი იმყოფებიან ნიუ-ჯერსი, ესე ვთქვათ, ნიუ-იორკთან, ახლოს პენსილვანიაში შეიძლება ზოგიერთი იყოს, მაგრამ უფრო არიან დასავლეთის ნაწილში და შეიძლება ზოგიერთი იყოს ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო. ესეც რაღაცის დამაფიქრებელია, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდება ქართველს, მაგალითად თავისი ცნობიერებით, რელიგიით, ისეთ სამხრეთ კონსერვატორულ და აპალაჩიებზე აღარ ვლაპარაკობ. როცა მე ძალიან მიყვარს მაგალითად აპალაჩიური ბლუგრასის მუსიკა
და ძალიან ბევრი ფილმებიც მინახე ამაზე და თვითონ აი ჩაწერითაც შეიძლება უფრო კარგად ჩავეწერო სამხრეთ კულტურაში, სადაც არის ტეხასი და სადაც არის თუნდაც სამხრეთ კეროლაინა, ხო? და არ გამიჭირდება მithomდეს რობერტ სპროულთან ასოცირება რო ხდება და თუნდაც ჯონ მაკარტურიც კლასიკურად ის კონსერვატორია და ეს რა გვეხმარება ამასში ზუსტად ის რა მებზეც აღმოცენდა მათი რელიგია ზუსტად ამ წყაროებთან მივედი ჩვენც, ხო? ანუ ბიბლიურ წყაროებთან და ბიბლია უკვე გვაახლოვს ისეთ ადამიანებთან, ვისთვისაც ბიბლია არის პირველ წყარო და ნაცია და ეროვნება უკადა ნაწილზე გადადის. რატო იყო ამერიკაში ჰარმონია მოპოვებული, როცა ზუსტად ამის პროპაგანდირება ხდებოდა. მაგრამ როდესაც ბიბლიიდან დაშორება წავიდა, უკვე რა თქმა უნდა ყველამ დაიწყო გენეტიკური თავისი წარმოშობის აღმოჩენა. დღეს 1 საათში, თუ რა ვიცი რაღაც $100 ხო, გენეტიკურ კოდებს და იმებს ეძებენ ადამიანები, ან კიდევ გვარის წარმოშობის იმებს. რამ გამოიწვია ეს? ზუსტად იმან, რომ ადამიანებს უკვე აღარ აქვთ განცდა, რომ ისინი ადამიანიდან მოდიან, რომ ნოეს შვილები იყვნენ ყველანი, გესმით? აი ეს გამოიწვია, მაგრამ თავი დროზე როცა ჰქონდათ ეს შედარებით სივშვიდე იყო ამერიკაში, იმიტომაც წამოვიდნენ ევროპიდან დევნილები, ხო, როცა წავიდა ესე ეთნიკური, ნაციონალური, რელიგიური წმენდები. წამოვიდნენ ადამიანები და ქრისტეს ირგვლივ დაიწყეს გაერთიანება და კონსტიტუციაც ძალიან ბევრი რამე ნასესხებია ბიბლიიდან, ხო, როცა ქმნიდნენ ამ კონსტიტუციას მათი დამფუძნებელი მამები. აი ეს მინდა თქვით ის გამეზიარებინა, დიდი მადლობა მოსვენისათვის და მომავალ შეხვედრამდე.